2 წლის დავითს მამა აბანავებს. ბუნებრივია ახლა პირველი შეკითხვა, რაც გაგიჩნდათ ფონდის მეგობრებო, ბავშვის დედა სად არის? საქმე იმაშია, რომ სიყვარულით შექმნილი ქართული ოჯახი სამწუხაროდ დაინგრა. გარკვეული მიზეზების გამო სამი მცირეწლოვანი ბავშვი მამასთან იზრდება. აი ასე იწყება და ასე მთავრდება მერაბიშვილების ოჯახში ყოველი დღე. ვახშამზე მხოლოდ პური და ჩაია. საბრალო კაცი მძიმე ტომრებს იდავს, რომ დღის ბოლოს 10-15 ლარი აიღოს და შვილებს სახლში პური მიუტანოს, 9 კილო მაკარონი და იშვიათად წვენი. ან იაფფასიანი კანფეტით გაახაროს ბავშვები. ფაფის ნაცვლად მშიერ ბავშვს ჩაის ასმევს. 41 წლის ახალგაზრდა კაცის გული დარდისგან დამძიმებულია. სისხლის შედედების გამო ორჯერ გაიკეთა ფეხზე ოპერაცია. ახლაც ესაჭიროება მედიკამენტები და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ყოფნა, მაგრამ გმირი მამა საკუთარი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის ფულს დასახარჯად ვერ იმედებს და უკანასკნელ კაპიკებს 2 წლის დავითის პამპერსისთვის აკროვებს. სიცივისგან გაყინული ბავშვები ერთმანეთს ათმობენ. საბრალო ძმები ძილის დროსაც კი ვერ ჰპოვებენ შვებას, რადგან საწოლი გადეხილია. მერაბიშვილების სახლში სველი წერტილებიც კი არაა. საპირფარეშო ეს ვედროა. მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, ბავშვების ჰიგიენა საბრალო მამისთვის მოწინავი ადგილზეა. ღვთისმიერო ადამიანებო, ნუ თუ თქვენ გასაჭირში მიატოვებთ მარტო ხელა მამას, რომელიც 3 შვილს ზრდის, ბავშვებს ესაჭიროებათ პროდუქტები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, საწოლი. მათი საბრალო მამა ტაშტში ხელით რესხავს ბავშვების ტანსაცმელს, თუმცა პირველ რიგში ყველაზე მთავარი საპირფარეშოს გაკეთებაა, რომ ბავშვებმა ადამიანურ პირობებში შეძლონ ცხოვრება. ახლა ის დროა, რომ მთელი საქართველო უნდა გავერთიანდეთ. არ მივატოვოთ ბედის ანაბარად საბრალო მამა და 3 პატარა ანგელოზი, თორემ დანაშაული შეგრძნება ცხოვრების ბოლომდე არ მოგვასვენებს. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.